კოალიცია ცვლილებისთვის სახელით მინდა გამოვეხმაურო ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებას, მოქმედებას, რომელიც ერთის მხრივ ხაზს უსვამს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხის და მეორეს მხრივ ხაზს უსვამს ეგრეთ წოდებული მთავრობის რუსულ ბუნებას. პირველი, ჩვენ ვარ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ტარდება ნატოს მრავალეროვნული წვრთნები, მტკიცე-სული, რომლის მიზანია ჩვენი უსაფრთხოების გამყარება და ჩვენ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ რუსული ოცნება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, უკვე მესამედ ემიჯნება ნატოს წვრთნებს. ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადდა რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი და ეგრეთ წოდებული გენშტაბის უფროსი. მიუხედავად ამისა, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული პოზიციები ვერ შეაჩერებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ვერ ჩვენი უსაფრთხოებისა და ვერ ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების. მეორე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, სპიკერის განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს რუსულ ოცნებას. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ რუსული ოცნება ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხეზე, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორებისგან, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად ავრცელებს სრულ ტყუილებს. სრულ ტყუილებს თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახვევს თავს, ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ამასთანავე მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის სრულიად შეურაცხყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, ევროკავშირის აქ ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. რუსულ ოცნებას ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ და მე მინდა რომ ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არ გამოცხადება წვრთნებზე არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მშვიდობის განვითარების სივრცის ნაწილი. დიდი მადლობა. ელენე ხოშტარია ქართული ოცნების საგარეო ნაბიჯებზე საუბრობდა.